ყოველთვის მაქვს რაღაცნაირი ჩემი სიმბოლური კომუნიკაცია და ყოველთვის მახსენდება ხოლმე რაღაც ტიპის წარმატებების დროს მამა ჩემი და ყოველთვის გონია რომ წარმოვიდგენ უბრალოდ რომ როგორ შეხედავდა ის ამას და როგორ იქნებოდა მისი განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით და კი ძალიან ხშირად ველაპარაკები იმაზე ალბათ შეიძლება ეს არ იყოს რაღაცა შინაგანი მონოლოგი მწყობრი უბრალოდ ესეთი ფრაგმენტული განცდა ყოველთვის არსებობს რომ მასთან კომუნიკაცია არ მაქვს დაკარგული. ხადე უამრავი წარმოდგენა არსებობს ზოგადად ადამიანთა სამყაროში სიკვდილის მიღმა ცხოვრებაზე. ამიტომაც რეალურად თავს ძალიან არ ვაძალებ ამ ფიქრს და ვცდილობ რომ ვთქვათ წარმოვიდგინო უფრო აქ და ახლა ვიდრე სადღაც კონკრეტულ ადგილას, ხო, ეს პოეზია, რა თქმა უნდა და ის სხვა მიმართებას გულისხმობს, ან ცდილობა იმისა, რომ წარმოაჩინოს ადამიანი, როგორც რთულად შესაძლებელი არსება. მე ადამიანი არ მგონია უკიდურესად სამხრივი მოცემულობა, ხო, მასში არის ბოროტიც, კეთილიც, რთულიც, მარტივიც, ყველაფერი. ამიტომაც არის ადამიანის საინტერესო და შესაბამისად ძალიან რთულია მისი განსჯა ჩემი აზრით. ამიტომაც მე დიდწილად ვცდილობ რომ არავინ არ გამსაჩო.